Okay. მოდი ახლა ვიმუშაოთ სხვა მეთოდების იმპლემენტაციაზე და დატის დაბრუნებაზე და პრინციპში აი კრუდის ოპერაციების დასრულებაზე. პირველი არის პოსტების წაკითხვა. იმისათვის რომ წავიკითხოთ პოსტები, უნდა გამოვიყენოთ post მოდელი და შემდეგ შეგვიძლია გამოვიძახოთ all, მაგალითად, ყველა პოსტის წაკითხვისთვის. მომავალში შეგვიძლია ეს შევცვალოთ და ავტორიზებული user-ის ID-ც გამოვიყენოთ და გავფილტროთ და მხოლოდ კონკრეტული user-ის შესაბამისი პოსტები დავაბრუნოთ. მაგრამ აქ ერთი საინტერესო რაღაც მინდა გაჩვენოთ. ნუ ეს გასაგებია response.json და როგორ შეგვიძლია status code შევცვალოთ. მოდი ავდგები და პირდაპირ დავაბრუნებ posts. Okay? შევინახოთ, გადავიდეთ postman-ში, გავაკეთოთ get request-ი /posts-ზე და ვიღებთ ჩვენ პოსტების მასივს. აი შეხედეთ, გვაქვს ორი პოსტი, ამ მომენტისთვის ID 1 და ID 2-ით. პირველი ჩვენ განვაახლეთ და my third post-ი ქვია და ნუ ამას ქვია my first post-ი. Okay. აი მოდი view shows იმპლემენტაციაც გავაკეთოთ ჯერ და მერე ვისაუბროთ დღევანდელი ლექციის თემაზე, რომელიც არის რესურსები. როგორც update-ზე გავაკეთეთ, აქ string-ის ID-ს ნაცვლად შეგვიძლია პირდაპირ მივიღოთ პოსტი. ეს იქნება post ცვლადი და პირდაპირ დავაბრუნოთ აი ეს post ცვლადი. Okay? შვენიერი. ეხლა გავაკეთოთ get request-ი ერთი კონკრეტული პოსტის სამოსაღებად. პოსტის ინფორმაცია დაბრუნდა. Update-ის იმპლემენტაცია გაკეთებულია, stories იმპლემენტაციაც გაკეთებულია. კი ბატონო, და destroy-ის იმპლემენტაციაც შეგვიძლია გავაკეთოთ. Post პოსტი, შემდეგ აი ამ პოსტზე უნდა გამოვიძახოთ delete-ი, პოსტი წაიშლება და დავაბრუნებთ response no content-ით. მაგალითისათვის წავშალოთ პირველი პოსტი. 204 დაბრუნდა, შემდეგ get request-ი გავაკეთოთ პოსტების endpoint-ზე და მივიღებთ მხოლოდ ერთ პოსტს, ერთი პოსტი დარჩა ბაზაში. Okay, მოდი ახლა რამოდენიმე პოსტი შევქმნათ და შემდეგ ვისაუბრებ რესურსებზე. გადავიდეთ body-ში, ესე იგი პირველი პოსტი გვაქვს, მოდი შევქმნათ ახლა my second post-ი, შევქმნათ third post-ი და შევქმნათ fourth post-ი. შემდეგ get request-ს ვაკეთებთ. დაბრუნდება 1, მოიცადე, 1, 2, 3, 4 ჩანაწერი. Okay, ეხლა ამ შემთხვევაში პოსტების დროს არაფერი რაღაცა ისეთი სენსიტიური ინფორმაცია არ გვაქვს ჩვენ და რაც ბრუნდება ყველაფერი მეტნაკლებად ოკეია. მაგრამ რესურსები არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც API-ს ვაწყობთ და ნებისმიერ შემთხვევაში რესურსების გამოყენება არის რეკომენდირებული. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც გვინდა response-ის დაბრუნება, ფორმატირება, დამატებითი ფილდების ჩამატება, ან რამე სენსიტიური ფილდების პირიქით ამოღება. პირობითად თუ ჩვენ ვაბრუნებთ user-ების შესახებ ყველანაირ ინფორმაციას, აი ესეთნაირად user all და user-ის მოდელი მოდი შემოვაიმპორტოთ დროებით. ხო, აი მაგალითად არ გვინდა users დაუბრუნოთ email verified at. ეს ის კოლუმნია, რომელიც user-მა არ უნდა იცოდეს, როდის მოახდინა email-ის ვერიფიკაცია აი ამ user-მა. Okay? ანუ ზუსტად ასეთი რაღაცეებისთვის არის რესურსები საჭირო. ეხლა დავაბრუნოთ უკან პოსტებზე, გავხსნათ ტერმინალი და შევქმნათ რესურსი. php artisan make resource და ეს იქნება post resource. დავუწოთ enter-ს, post resource-ი შეიქმნა app http რესურსების ფოლდერში. გავხსნათ ეს და უნდა შევცვალოთ აი ეს toArray მეთოდი. ამ toArray მეთოდში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ this ცვლადი და this ცვლადი შეესაბამება post-ს. შემდეგნაირად ვიქცევით. ვაბრუნებთ ID-ს, რომელიც იქნება this ID, ანუ post-ის ID. ამას დავადუბლირებ ორჯერ. ვაბრუნებ titles და ვაბრუნებ body-ს. ასევე შემიძლია დავაბრუნო created eti. ოღონდ მოდი ეს დავაფორმატოთ. created eti to date string. აი ესეთნაირად გამოვიძახოთ.
ეხლა მივდივართ post controller-ში და ნაცვლად იმისა, რომ დავაბრუნო პოსტების მასივი, მოდელის ინსტანსების მასივი. აი აქ ვიყენებ post resource class და ვიძახებ collection methods. collection და აი ამას გადავაწვდი მე პოსტებს. ეხლა ნახე რა მოხდება. შევიდეთ postman-ში და გავაკეთოთ request-ი. ჩვენი request-ი გამოიყურება უკვე ესეთნაირად. გვაქვს data. Data-ში შიგნით არის პოსტები, ნახეთ, ერთი პოსტი, მეორე პოსტი, მესამე, მეოთხე პოსტი. ხედავთ? ეს აბრუნებს ახლა ყველა პოსტს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ pagination-ის იმპლემენტაცია, ანუ ქართულად არის ქართულად pagination-ი როგორ გადავთარგმნო, არ ვიცი. ქართულად არის, როცა რამოდენიმე გვერდი გვაქვს პეგინაცია, არ ვიცი, ეგ ძალიან არ მიყვარს ესე გადათარგმნა ხოლმე რაღაცეების. როდესაც გვაქვს რამოდენიმე გვერდი და ნაწილ-ნაწილ მოგვაქვს ინფორმაცია. ერთიანად ყველას ინფორმაცია არ მოგვაქვს. ნათლად იმისა, რომ გამოვიძახოთ post all-ი, გამოვიძახოთ post paginate, რომელიც სტანდარტულად დეფოლტად აბრუნებს 15 ჩანაწერს, მაგრამ ნახე, შედეგი როგორ შეიძლება, ეგ არის საინტერესო. უკვე post all-ის results შედეგს კი არ გადავცემთ collections, არამედ paginate მეთოდის შედეგს გადავცემთ collections. პირდაპირ ასეთ შეგვიძლია გავაკეთოთ სიმარტივისთვის და ეს ხაზი საერთოდ არ გვხვდება. ოღონდ აქ $1 არ გვინდა. post მოდელის paginate მეთოდი. ეხლა გავაგზავნოთ request-ი. ნახე, გვაქვს data, შიგნით გვაქვს ეს 4 ჩანაწერი და გვაქვს შემდეგ უკვე ლინკები. აი ეს data შეგვიძლია ჩავკეცოთ და გვაქვს ლინკები. ლინკები გვაძლევს საშუალებას გადავიდეთ რაღაც პირველ გვერდზე, ბოლო გვერდზე, წინა და შემდეგ გვერდებზე. გვაქვს ასევე meta. meta შეიცავს ინფორმაციას, რომელ page-ზე ვართ, რომელ ჩანაწერიდან, რომელ ჩანაწერამდე ვაჩვენებ ჩანაწერს, რა ლინკები არის, ესეც pagination-ისთვის არის ეს ლინკები საჭირო. ანუ რამდენ ჩანაწერს ვაჩვენებთ ერთ გვერდზე, სულ მთლიანობაში ამდენი ჩანაწერი გვაქვს. და აი ეგ from-იც გქონდა, ანუ რომელი ჩანაწერიდან რომელ ჩანაწერამდე ვაჩვენებთ. ეხლა paginate მეთოდში მე გადავცემ ორს, მაგალითად 2 ჩანაწერი მინდა ერთ გვერდზე ვაჩვენო. ეხლა ნახე, 2 ჩანაწერი დაგვიბრუნა მხოლოდ, მეორე და მესამე. შემდეგ last page ან ბოლო გვერდი არის მეორე გვერდიო. ეს ამბობს ლინკებს ცოტა ხანი ჩავკეცავ. 2 ჩანაწერს ვაჩვენებთ ერთ გვერდზე, მთლიანობაში 4 ჩანაწერი გვაქვს. აი ამ ინფორმაციით ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ კლიენტში, REST-ის კლიენტში, ეს იქნება მობილური აპლიკაცია თუ web აპლიკაცია, ავაწყოთ აი pagination-ის ლინკები, რომ გვერდის დაბლა, რომ არის პირველი გვერდი, მეორე გვერდი, მესამე გვერდი, მეოთხე გვერდი და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ ვიცით, რომ მთლიანობაში გვერდების რაოდენობა იქნება ტოტალი გაყოფილი per page-ზე. ანუ 2 გვერდი საერთოდ შეიძლება გვერდების რაოდენობაც კი იყოს სადმე აქ, მაგრამ ნუ კარგი, გვერდების რაოდენობა არ არის. გვაქვს last page-ი, ვიცით current page-ი, ამათ შორის სხვაობაც შეგვიძლია განსაზღვროთ. მოკლედ მარტივი არის მაგ ყველაფრის გამოთვლა და REST-ის კლიენტის აწყობაზე გირჩევთ, რომ დაიწყოთ მუშაობა და იქ წააწყდებით ცოტა challenge-ებს, მაგრამ საბოლოო ჯამში გააკეთებთ ამ ყველაფერს. ეს არის წინა გვერდის, ეს არის პირველი გვერდი, რომელიც ახლა თან აქტიური გვერდია, ეს არის მეორე გვერდი, რომელიც არ არის აქტიური, ეს არის შემდეგი გვერდი. ეს არის სრული ინფორმაცია pagination-თან დაკავშირებით. ოკეი, კიდე ერთი რაც მინდოდა მეჩვენებინა. პრინციპში ეს არ ეხება collections, ეს ეხება ერთი კონკრეტული პოსტის დაბრუნებას. მოდი ერთი კონკრეტული პოსტი დავაბრუნოთ ჯერ. ანუ ინდექსზე უკვე ჩვენ რესურსს ვიყენებთ და ვაბრუნებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ რესურსში გავუწერეთ. ხო? ანუ updated-ედსაც არ ვაბრუნებთ. ნუ შეგვიძლია დავაბრუნოთ, მაგრამ არ ვაბრუნებთ რეალურად. შეგვიძლია ეს შევცვალოთ საერთოდ და მოდი საათებიც დავაბრუნოთ, ეს იქნება მაგალითად წელი, თვე, დღე, საათი, წუთი და წამი. აი ესეთნაირად დავაბრუნოთ created-ეთიც და updated-ეთიც. ოკეი, ორივე ინფორმაცია დაბრუნდა. ამასთანავე თითოეულ პოსტს აქვს თავისი user-ი. ყავს თავისი user-ი. ანუ მე მინდა user-ის ინფორმაციაც დავაბრუნო. user-ი არის რეალურად user-ის მოდელის ინსტანსი, ხო?
შემიძლია აქ ესეთნაირად გავაკეთო მაგალითად user-დან ვაბრუნებ ID-ს, ვაბრუნებ names, emails, მაგრამ მე მინდა გამოვიყენო user-ის რესურსი, რომელიც ამ მომენტისთვის საერთოდ არ გვაქვს. ამიტომ გავხსნათ ტერმინალი და გამოვიძახოთ შემდეგი არტიზანის ბრძანება php-art make resource user resource. Okay? User resource შეიქმნა. users resource-დან უნდა დავაბრუნოთ ჩვენ ID. This ID, user-ის ID მაინტერესებს, name-ი მაინტერესებს და email-ი მაინტერესებს. მეტი არაფერი არ მაინტერესებს user-ზე ამ ეტაპზე. Okay. ეხლა გადავიდეთ ჩვენ post resource-ში და ავტორში აი აქ გადავცეთ new user resource და აი აქ უკვე გადავცემ this author. ოღონდ this author-ი ამ წამს არ არსებობს. ეს არის რელაცია. იმისათვის რომ this author-ი არსებობდეს, უნდა გადავიდეთ post მოდელში და აი აქ დავამატოთ რელაცია ავტორზე. Public function author და შემდეგ აქედან ვაბრუნებთ. This belongs to აი აქ გადავცემთ იმ კლასს, რომელზეც ვაკეთებთ რელაციას, ანუ user class და ასევე გადავცემთ იმ field-ის დასახელებას, რომლითაც განისაზღვრება რელაცია. ეს არის author ID. ანუ შემდეგ უკვე authors რომ გამოვითხოვთ post მოდელიდან, Laravel განსაზღვრავს რომ ესე იგი posts აქვს author ID-ით რელაცია user-ზე და მე უნდა წამოვიღო ისეთი ჩანაწერი, სადაც post-ის author ID უდრის user-ის primary keys. User-ის primary key არის ID. გადავიდეთ ისევ post resource-ში, ეს პრინციპში უკვე ოკეია. ეხლა გადავიდეთ postman-ში და გავაგზავნოთ request-ი. ნახე, თითოეულ post-ზე უკვე ჩვენ ავტორის შესახებ ინფორმაციაც მივიღეთ. ორი post-ი გვაქვს, ორივე შემთხვევაში გვაქვს, ერთი და იგივე ავტორია ამ შემთხვევაში, მაგრამ ხვდებით ალბათ რომ სხვა ავტორიც რომ ქონოდა, სხვა ავტორის შესახებაც მივიღებდით ინფორმაციას. ამ მომენტისთვის, როდესაც საერთოდ ყველა post-ს ვაბრუნებთ, რაღაცა გლობალური post-ების endpoint-ი გვაქვს, ეს რაღაცა პრინციპში ამას აზრი გააჩნია. მაგრამ როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანის post-ებს დავაბრუნებთ, რეალობაში ამას აზრი არ გააჩნია. ერთი კონკრეტული ადამიანის post-ებს როდესაც ვაბრუნებთ. მაგრამ მე მინდოდა უბრალოდ თქვენთვის მეჩვენებინა, როგორ შეგიძლიათ რაღაც ჩადგმული რელაციის დაბრუნება რესურსების გამოყენებით. ეხლა გადავიდეთ post controller-ში. ინდექსის იმპლემენტაცია გაკეთებულია. აი აქედან ეხლა update-ის დროს დავაბრუნოთ new post resource. გადავცეთ post-ი და ბოლოში პრინციპში status code-ი გვინდა. იმიტომ რომ ეს არის story create. ერთი წამი ეს დავაბრუნოთ უკან. აი აქ. ეს რაღაცა შტერება გავაკეთე. New post resource. და გადავცეთ აქ post-ი. post-ი შექმნისას დაგვიბრუნება post-ის რესურსი. გავტესტოთ. post request-ი გავაგზავნოთ. data-ში მივუთითოთ my 5th post-ი, send-ი. და ვხედავთ ახლახან შექმნილი post-ის ინფორმაციას თავის ავტორთან ერთად, რადგან ჩვენ post resource-ში ავტორსაც ვაბრუნებთ. შემდეგ ჩავიდეთ tabla, ეს უნდა მოვაკოპირო. ჩავიდეთ tabla, show შემთხვევაშიც დავაბრუნოთ post resource-ი. ეს $1 აქ ზედმეტია. update-ის შემთხვევაში შეგვიძლია აი ესე პირდაპირ დავაბრუნოთ post resource-ი. აი ესეთნაირად status code-ის მითითება აღარ არის საჭირო, რადგან 200-ია და destroy შემთხვევაში არაფერს არ ვაბრუნებთ, ეს უკვე გავიგეთ და ვიცით. show იმპლემენტაციაც გავაკეთეთ. მე მინდა show გავტესტო ეხლა. get ერთი კონკრეტული post-ი. პირველი სავარაუდოდ აღარ არსებობს, ვერ წამოვიღებთ. მეორე წამოვიღოთ და აი ეხლა ეს ამაზეც მინდოდა მე თქვა ორი სიტყვა. ანუ როდესაც ჩვენ ვიღებთ ერთ კონკრეტულ ჩანაწერს და ვაბრუნებთ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი ობიექტი გვაქვს მაინც data-ში ჩადგმული შიგნით. იმისათვის რომ ეს data არ გქონდეს, თუ ოკეია თქვენთვის შეგიძლიათ დატოვოთ, მაგრამ მე როგორც წესი არ მომწონს ხოლმე და მაგას ვიღებ ხოლმე. იმისათვის რომ ეგ data არ მქონდეს, გვაქვს ესეთი protected property wrap, რომელზეც უნდა დავაყენოთ null. გავაკეთოთ request-ი
null to false. Static property ყოფილა. Protected static wrap. Okay. მე მგონი სერვერი გაგვეთიშა, იმიტომ რომ რაღაცა დაიქრეშა. კი ბატონო, სერვერი გავთიშეთ იმ error-ის გამო. დაისტარტა სერვერი, გავაგზავნეთ request-ი. ნუ რაღაცები არასწორად მახსოვს. Public static property უნდა იყოსო. Public როგორც ჩანს მარტო wrap მახსოვდა რომ იყოს სწორი. Protected-ი public-ი არ მახსოვდა. Okay, აი ამ შემთხვევაში უკვე დაბრუნდა data სწორად. Wrap მახსოვდა და null რო უნდა და ეგ მახსოვდა, მაგრამ protected-ი მეგონა. Okay. ეხლა როდესაც არის ძალიან დიდი აპლიკაცია და გვაქვს 10-ობით მოდელი და შესაბამისად თითოეულ მოდელს შეიძლება რამოდენიმე რესურსიც კი ქონდეს სხვადასხვა кейსებისთვის. რაღაც როლებზე და permissions-ზე როდესაც დავიწყებთ ლაპარაკს, რაღაცა ინფორმაცია ვიღაცისთვის უნდა დაბრუნდეს, ვიღაცისთვის არ უნდა დაბრუნდეს, ხო? ხანდახან გინდა რომ გლობალურად გათიშო ეს wrap თემა რა, ასე ვთქვათ. ამას დავაკომენტარებ ახლა. და ისევ შეიფუთება, wrap იდეაში შეფუთვას ნიშნავს, შეიფუთება ეს ყველაფერი. იმისთვის რომ გლობალურად გაითიშოს, უნდა წავიდეთ ჩვენ service provider-ში. App providers. აი აგვაქვს app service provider-ი, ეს გავხსნათ. და boot მეთოდში JSON რესურსი უნდა გამოვიძახოთ. ეს ის JSON რესურსია სხვათა შორის, რომელსაც აექსტენდებს user რესურსი და post რესურსი. და JSON რესურსზე გამოვიძახოთ სტატიკური მეთოდი without wrapping. აი ესეთნაირად. შევინახოთ, აქამდე ვხედავთ რომ გვაქვს data, გავაგზავნეთ request-ი, აღარ გვაქვს data და აღარც ერთ მოდელზე, აღარც ერთ რესურსზე უпростоრად ეს data აღარ გვექნება ჩვენ, რადგან გლობალურად გავუთიშეთ. კიდევ ერთი საინტერესო რაღაც მინდა გაჩვენოთ. ესე იგი, როდესაც პოსტების სია მოგვაქვს, ჩავთვალოთ რომ იმ შემთხვევაში ჩვენ ავტორის შესახებ ინფორმაცია გვაინტერესებს. სხვათა შორის აქ data უნდა გქონდეს, იმიტომ რომ data-ს გარდა გვაქვს ლინკები და ასე შემდეგ სხვა რაღაცები. როდესაც ყველა პოსტი მოგვაქვს, მანდ გვინდა ავტორის ინფორმაცია. მაგრამ როდესაც პოსტს ვააპდეითებთ ან ვქმნით ან ერთი კონკრეტული პოსტი მოგვაქვს და უშუალოდ იქ არ გვჭირდება ავტორის შესახებ ინფორმაცია. როგორ გავაკეთოთ ეგ? გადავიდეთ post რესურსში და ნაცვლად იმისა რომ this author-ი პირდაპირ გადავცეთ. შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ. This when loaded. და ანუ მხოლოდ მაშინ გადაეცი ავტორი, როდესაც ავტორი არის ჩატვირთული. ეხლა ნახე რა მოხდება. აი ამ endpoint-ზე უკვე ავტორის ინფორმაცია აღარ გვექნება და არც ერთ endpoint-ზე აღარ გვექნება პრინციპში ავტორის ინფორმაცია, განსაკუთრებით მე მაინტერესებდა პოსტის შექმნა. როდესაც ახალ პოსტს ვქმნით, ეს არის რაღაცა მე-6 პოსტი დაუშვათ, ხო? აი აქაც აღარ გვაქვს და არც უნდა გქონდეს აქ, მაგრამ მე მინდა რომ გქონდეს, როდესაც პოსტების სია მომაქვს. ამისათვის post controller-ში გადავდივარ და აი აქ, სანამ paginate-ს გამოვიძახებ, ვიძახებ with author. ანუ აი ამ შემთხვევაში ვალუადებ მე ავტორს, პოსტებს ვალუადებ ავტორთან ერთად და შემდეგ ვიძახებ paginate-ს. ამ შემთხვევაში post რესურსი ნახავს, რომ ავტორი უკვე ჩატვირთულია და ამ ავტორს გამოიყენებს. აი ხა ვნახოთ, გადავიდეთ get-ზე, გავაგზავნოთ request-ი და აი ავტორის ინფორმაცია. უკვე ავტორის ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ update-ზე, create-ზე და სხვა დანარჩენ შემთხვევებში აღარ გვექნება.